დააკვირდით ამბიც რა არის ეს თქვენი აზრით დაწერეთ კომენტარებში. ეს არის ტრაქეოსტომა, ანუ ხელოვნური პირდაპირი კავშირი ჩვენ სასუნთქ მილსა და გარესამყაროს შორის. და ესეთი ხვრელი ყელში კეთდება მხოლოდ განსაკუთრებული ჩვენების შემთხვევაში და ამ ვიდეოში აგიხსნით რა ჩვენების შემთხვევაში და ზუსტად როგორ კეთდება ეს ყველაფერი. აი ესე გამოიყურება ნორმალურ შემთხვევაში ჩვენი ზედა სასუნთქი გზები, ეს არის ცხვირის ღრუ, რომელიც გადადის ცხვირ ხახაში, ეს კი პირის ღრუ, რომელიც პირ ხახაში გადადის და ეს მთლიანად უერთდება ხორხს და აი აქედან ეს ხრტილები რაც ჩანს იწყება უკვე ტრაქეა. ტრაქეა ის სტრუქტურაა, რომელშიც იყო ეს გარეგანი, ანუ ტრაქეოსტომიის შედეგად პირდაპირი კავშირი გარესამყაროსთან. ეს ყველაფერი კი ქირურგიულად აი ესე კეთდება, როგორც ხედავთ, შუა ხაზზე, ყელზე კეთდება განაკვეთი, შრეობრივად შემდეგ ქირურგი აპრეპარირებს, ასე ვთქვათ, ამ ქსოვილს და უდგება უშუალოდ სასუნთქ მილს, ანუ ტრაქეას და მას კვეთს განივად. შემდეგ იქ თავსდება აი ესეთი მილი, რომელიც უზრუნველყოფს ამ კავშირის სტაბილურობას. ეს ყველაფერი კი კეთდება მაშინ, როდესაც მაგალითად პაციენტს უწევს დაახლოებით კვირაზე მეტ ხანს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ყოფნა. ან მაგალითად ისეთ შემთხვევაში, როგორიც სურათზეა, ანუ მაგალითად ხორხის კარცინომის და სიმსივნის დროს, როდესაც უშუალოდ მექანიკურად არის დაბრკოლებული ჰაერის გატარება ტრაქეის მიმართულებით. ტრაქეოსტომია შესაძლებელია ასევე დიდი რეკონსტრუქციული ოპერაციების შემდეგ იყოს აუცილებელი, რომელიც ყელის მიდამოში ჩატარდა, ან მაგალითად იყოს გართულება ფარისებრ ჯირკვალზე ჩატარებული ოპერაციის, რომლის დროსაც შეიძლება დაზიანდეს შებრუნებული ნერვი. ბოლოს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევები, რა დროსაც ტრაქეოსტომია საჭირო ხდება.